ვიდეოებს ვიღებ ხშირად რა, რომ ესე მერე დაკვირვებები ვაწარმოო და ეხლა სწრაფად გავირბენ ქრონოლოგიის თემაში რა და აი 29-ში დავიწყე ამიტრაზის მიცემა, რასაც ვიძახდი, კაროჩე, სალფესკზე დასხმული. 29 ივლისი. მაშინ ამიტრაზის სალფესკები გავაკეთე. ფუტკრის მასა კარგი იყო მაშინ, მაგრამ ტიპაც აღმოჩნდა, რომ ბევრი იყო ბარტში. გავიყვენ ახლა ვიდეოებში, სხვადასხვა ვიდეოებს. აი, მასა ნორმალური არის ამ პერიოდში. ეს 29-ში რომ დავიწყე. რა მოხდა მაშინ ვერ გავიგე, იმიტომ რომ ბალახში იჯდა ეს ისინი, რა ქვია, ვაგონები და ანუ 6 აგვისტოს 0-ზე დავიყვანე ეს ბალახი და აღმოჩნდა, რომ სადაც ანუ პირველად მივეცი, აი ეხლა 2 ვაგონი ჩანს. აი ეს ვაგონი, ამ ვაგონზე მივეცი პირველად 6 აგვისტოს. ამ ვაგონზე მივეცი მასე 29-ში, მე მგონი ივნისში. განმეორებით, კაროჩე 7-ში, აი 6-ში და აი 6-ში ამ ვაგონზე მივეცი მე პირველად და 7-ში განმეორებით ამ ვაგონზე. თუ არ ვცდები, ესე იყო. ერთი სიტყვით ამ ვაგონს მე აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ტკიპა გადმოყარა უკვე, როცა ის იყო, რა ქვია, გასუფთავებული იყო უკვე, ანუ გამოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით, ეხლა რო აი თქვა დღეს რო გადავიღე ეს ვიდეო რა, ბევრი ფუტკარი რო დამიხვდა ჩამოყრილი. აი ესეთი რაოდენობა დამიხვდა ჩამოყრილი. თაფლი რო დავწურე, აქაც ამ ვაგონზეც იყო ძალიან ბევრი რაოდენობის ფუტკარი და აქაც ბევრი იყო რა. შესაძლოა, ხო და ანუ მეორე წამლობაზე ამ ვაგონმა იმდენი აღარ ჩამოყარა და მე ესეთი რაღაცა ვიფიქრე, შეიძლება უკვე დაზიანებული ფუტკარი იყო. და ის თქვა პირველ ჩალაგებაზე აქ ბევრი ჩამოყარა, ამაზე კიდე პირველ ჩალაგებაზე ჩამოყარა ბევრი და მეორე ჩალაგებაზე უკვე იმდენი აღარ იყო დაზიანებული, აღარ ჩამოყარა. 13 აგვისტოდან უკვე აღარ მომეწონა ეს ამიტრაზის მასე ჩალაგება და რაღაცები და გადავედი იმაზე, რულავიტის შებოლება, რულავიტია თუ რა ქვია, მჟავ-მჟავის შებოლებაზე. ეს ახლა 13 აგვისტოს დათვალიერებული ოჯახები არის და სიტუაცია არ ისევე ან ძალიან ცუდი იყო. ეს ბიძაშვილის საფუტკრეში არის. ანუ ძიძა ფუტკრების დეფიციტია. ვეღარულის ბარტყს. დედა გიჟივით კვერცხადებს და მოღულელი ისა ლავრები ყავს, სადაც გეგონება სიდამპლეების თემაში. ვიზუალურად თითქოს წააგავდა, მაგრამ აი ეს თემაა, ბარტყი, ისა ძიძა აღარ არის და მოღულელი არის რა ეს ბარტყი. ხო და ამასთან რა უბედურება. ამასთან ეშველა ბიძაშვილთან რა ამ ოჯახებს, ამ ორ ჩავიდება. ხო ეს ჩემი ის არის. ეს უკვე ჩემი სკებია ვაგონები. დაზიანება ეტყობა ბევრი. ძალიან ბევრია აქაც. ოფთოები, ამაზე უარესი სიტუაცია. და ამაგ ამიტრაზის შედეგად, კაროჩე. რაც სად აქ არ ჩანს. აი, ფსკერი და ფსკერზე არის კარგი გვარიანად ჩამოყრილი ტკიპები. 13 აგვისტოა 7-ში მაქვს ჩალაგებული, კაროჩე ეს სალფეტკი და ხანგრძლივად მუშაობდა, მაგრამ ფუტკარზეც უარყოფითად იმოქმედა და მე უარი ვთქვი ამაზე. ეხლა ძალიან საგრძნობლად შემცირებულია ფუტკრის მასა.
აი რამდენი ტიპებია. დაცვენილი. ასეც 13 აგვისტოა და 7-ში მქონა 6 ალფეთქინიცა. აი რამდენი ტიპებია ჩამა. ამის მერე უარი ვთქვი მაგ ამიტრაზის ალფეთების გამოყენებაზე გადავედი ჟაუმჟავაზე. და რატომღაც მერე აღარ იყრებოდა ჩემთან რა ეს სადაც ეთკიან ძირები მქონა. მაგრამ ჟაუმჟავა რო შევაბოლე, აი ეს ჩემ მეგობრის ლაფეთზე გადაღებული 13-ში მაქვს ჟაუმჟავა შებოლებული. ესიც ერთ-ერთი ოჯახი. დღეს არის 15 და აი რამდენი ტიპა არის ჩამოყრილი. ალბათ ერთი 200-ზე მეტი იქნება ყველა ვარიანტი. 100-დან 200-მდე ყრიდა ყოველ დღე. ჩემთან რომ მივდიოდი, ვაფშე არაფერი არ იყარა ხოლმე რა. სადაც ეთკიან ძირები მქონა. და რავი, ჩავთვალე რომ არ ამყავდა მეთქი რა ეს ტიპა. ყოველ დღე მივდიოდი და აი 16-ში მივდიოდი, კაროჩე, 15-ში ხო დავასუფთავე, 17-ში მივედი. ისევე რავი, იყრებოდა და იყრებოდა ეს ტიპები. ეს ჩემი მეგობრის ლაფეთია. ერთად ავდგევართ, კაროჩე. იქ იყრებოდა ჟაუმჟავაზე, ჩემთან არ იყრებოდა. ეს 21-ში უკვე. დღეს ხდება აი ახლაც ბევრი ყრია. ჟაუმჟავის შედეგად. პირველ მეორე დღეს უფრო მეტი ჩანს ხოლმე. ეს ოჯახი, ბევრს აყრის აი რამდენი არის. ჩემთან არ იყრებოდა. თან აქ ზოგიერთ ყო ნაპირში გადადის ძირცვიო, აი ყველა არ არჩება. აი სუბლიმაციის თემები. და ბოლოს ეს რომანი რა ხდება? 30. ხო, ეს ანუ მთაში დაწყებულია. ეს ერთი ვაგონი და აქ ვაფშე შეწყვეტილი იყო რა. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში შეწყვეტილი იყო კვერცხლება. ცოტა ორო თქვა არ არის, მაგრამ არც ბევრი არ არის. მაგრამ რამოდენიმე ოჯახში იყო კვერცხი მაინც. ხდება მთავარია ჯამთელი კვერცხი. დადოს და მიუხედავად ამისა, აქ მაინც ტიპა ცოტა არის, მაგრამ ის ძალიან დიდი პრობლემა არ არის. იქ ხო, კაროჩე, კვერცხდება შემცირებული იყო. ეხლა 8 სექტემბერს ამაქვს სხვა ლოკაციაზე გადაღებული, ორი ვაგონი სხვაგანაა. აი ესეა დაზიანებული. ჟაუმჟავით სამლი. და მე მგონი რეზისტენტობა გამოიმუშავა ჩემ ოჯახებში. ფაქტიურად არ იმუშავა რა. ახალ ნაყიდ ოჯახებში იმუშავა. სადაც არ იყო გამოყენებული. დაზიანებული ბარტყია. აი. მაგრამ ფუტკრის მასა კიდე მაინც იყო ასეთი მანამდე ორჯერ გამოვიყენე. კვერცხიც ბევრი იყო. თან ნახე, არა გლატკი კვერცხი არის რა. ძალიან დაზიანებულია. სადაც ვარასტოპი ჩავალაგე, იქ უკეთესი სიტუაციაა და ყოველ მეოთხე დღეს კიდე ჟაუმჟავას ვაბოლებ, მაგრამ ფაქტიურად არ მუშაობს ამ ოჯახებში, იმიტომ რომ ფსკერზეც არაფერი არ აყრია. რა ვიცი.
და ესეთი დაზიანებული სიტუაციაა რა. ბევრი უფრთო კიპაც ვიზუალურად ჩანს და სიტუაცია არის ძალიან ცუდი. კრიტიკული ასე დავარქმევ, ბარტყი ბევრი ყავს. მე მეგონა რომ მუშაობდა რულავიტი, იმიტომ რომ რულავიტი შემოშალა ჩავწერე, ანუ ნაყიდი ოჯახები იყო, მჟავა არ იყო გამოყენებული. ხო და აქ მე წლებია ვიყენებ მჟავას. ბარტყი ძალიან გაშლილი. ეხლა ვალაგებ არასტოპის პირბიტებს და თან ისევე წამლი ბარტყი ძალიან ბევრია. რა ვიცი, როგორმე უნდა გადავარჩინო. შეიძლება რულავიტიც ჩავრთო. არ ვიცი, ძალიან რთულ წელიწადი მაქვს. 10 სექტემბრიდან ჩავრთე რულავიტი. თანაც რო ვრეკავ, იქაც ვერ გამულიეს ტკიპა. კახეთში. აქ ჯივით კვერცხი აქვს ნადები, აი რამდენი დაზიანებული. ბარტყი. ესეთი. არა და აპრილში გამოვიყენე ვარასტოპი. სად არის? კაროჩი. აქ იმენა განადგურდა მე მგონი ეს ოჯახები უკვე. ამ 3 თუ 4-ვე ვაგონს უწამლი ერთი და იგივე დროს რა. რულავიტით. ხო და ეს ორი კარი დატკიპიანებული, კაროჩი. აი სხვა ის არის. სხვა წლის ჩანაწერები. 10 სექტემბერი. ფოტო მაგ გადაღებულ 20 სექტემბერს. უკვე ვარასტოპი მაქვს ჩადებული. გუბარტყობის გარდა არაფერი აღარ შედის ჩემთან. არა ვიზაშვილთან ეშველა რა, ვაფშე მოიხსნა პრობლემა, მიუხედავად იმისა, ჩემზე უარის სიტუაცია ქონდა. მასწავლი შემცირებულია უკვე. და კიდევ უფრო შემცირდა. ვიდრე მოვიმატა ამ საფალოს ყოველდღიურად. ეხლა შემდეგი ოჯახი ვნახოთ. მასა შემცირდა. ახლა ვაფშე გაუქმდება სიებეთ დაეტრია. მოხჩარჩოზე ის ფუტკარი და აი ეს რო დაავადებული დაიბადოს, ხო, მე ესიო. ესენი არ არის დაუქმება. მაგრამ აქ რა ხდება? დედო ხო არ არის შემთხვევით. არა ბარტყი ყავს. შემცირებულია მასწავლე. აი არო შემცირებულია ბარტყი. ოქტომბერი. აი ეს ჩენ ნორმალურია. ნუ აქ არის კიდე დაზიანებები. წამლობების გაჩერება არ შეიძლება, ესეთი სიტუაციაა.
არის დაზიანებები. სართული წელიწადი მალე. მაგრამ ვიზუალურად ნორმალური ფუტკარია ჯერჯერობით. ანუ ვიზუალში იყო 3 ოქტომბერს, მაგრამ ესე იგი რასაც ფიქრობ ბარტში იყო ჩასული ტიპა უკვე რა. და ეხლა აღმოჩნდა უკვე ეხლა ფალცახების არის. ნუ შემცირებულია ფუტკარი. იდე უფრო მცირდება, მაგრამ დაზიანებული ბარტყის გამო. ჯანტაბა. ნუ აქ უკეთესი სიტუაცია. ორ ჩარჩოზე ყავს ბარტყი. პერიმეტრს. ვალაგ-ალაგ მნიშვნელოვანი დაზიანება არის. თვერი ნორმალურად არის შემოტანილი. ახლა უამინდობები იყო და კიდევ უფრო მოუმატებენ. ნუ აი ესეთ სიტუაცია რო იყოს. მაგრამ და ეს რა ვიცი ჯანდაბა.